მოგესალმებით ეთერშია სტასო ტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კობახიძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გელა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ასევე ისაუბრა სამართალდამცავი უწყებების როლზე სახელმწიფო სიძლიერესა და სიმტკიცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ზურაბ პატარაძის საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა. მან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო პატარაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატება უსურვა. რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, მას არ სჭირდება ქართული საზოგადოების, აჭარის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა. ის წლების განმავლობაში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სადაც დიდი წარმატებით უძღვებოდა ამ საქმიანობას. მისი თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრი პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, განაცხადა კობახიძემ. ვაპირებთ მშვიდობიანი ბრძოლა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ საქართველო გადავარჩინოთ იზოლაციას, ქართველებისგან დაცლას, გადავარჩინოთ რუსეთის უკანა ორხობეთ გადაქცევას. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ დიდი ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციური ალიანსის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჰეზბოლას მეგობრობის ნაცვლად საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური ალიანსის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, გქონდა საშუალება უშუალოდ მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცნო მათთვის ჩვენი გეგმები. ჩვენი მთავარი ამოცანა და გეგმა ჩვენმა მეგობრებმა, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ამერიკა და სხვა ცივილიზებული ქვეყნები კარგად იციან. ეს არის საქართველოს გადარჩენა და გათავისუფლება მოღალატური კრიმინალური რუსული რეჟიმისგან. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთლის ინფორმაციით ოპოზიციურმა ალიანსმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის საკუთარი გეგმები გააცნო. როგორც წერეთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მუშაობის ნაწილია, რომელსაც ოპოზიცია ეწევა და რაც არის ჩვეულებრივი ამბავი. მისი თქმით, ყველა დიპლომატს, ვინც საქართველოშია, ქვეყანაში შექმნილი ვითარება უნდა აწუხებდეს. რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მხარდამჭერი ინტერესი არსებობს და სწორედ ეს იყო შეხვედრის ძირითადი საფუძველი, განაცხადა გიგი წერეთელმა. ევროკავშირის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის სამეზობლოში მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამავდროულად საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია განეხილებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს უსაფრთხოება როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი. მინისტრის თქმით, ევროპულ უსაფრთხოებაზე საუბრისას არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირი და მისი არაწევრი ქვეყნები. ასევე ბოჭორიშვილმა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარს დაუთმო. ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია და გრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ქვია ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება, ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ, აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავაღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს ნელ-ნელა ეთიშება. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ და ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. საქართველო ნელ-ნელა ეთიშება დემოკრატიულ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ინსტიტუციები არ არსებობენ. საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს,
დახმარებებს, რაც აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა გალდაბამ. ინფორმაციისთვის, ღია მმართველობის პარტნიორობამ საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ადგილობრივ ავიაკომპანიებს შორის შანხაი, თბილისი, შანხაის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ავიაკომპანიებთან მორიგ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი გამართავს, რომელიც ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ასეთი დინამიკიდან გამომდინარე დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე, მათ შორის თბილისის შანხაის ხაზზე, სადაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ნათქვამია ინფორმაციაში. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანიის თავმჯდომარე ბანკ იუტაომ პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. მარიამ ქრივიშვილმა კოლეგებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბრისას აქცენტი გაკეთდა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ორმხრივი უვიზო მიმოსვლა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც რა თქმა უნდა იგულისხმება ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს. 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. თბილისში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-20 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-20 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 17-19 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პრეზიდენტი ასევე საუდის არაბეთს ეწვევა. ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ზელენსკი გუშინ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად კვიპროსს ეწვია. ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. პირველ რიგში კარგი ამბავი უკრაინის შესახებ 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელიც დავამტკიცეთ და ასევე სანქციების მეოცე პაკეტი. ახლა ასევე ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, აღნიშნა კალასმა. მისივე განცხადებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებმა ასევე მუშაობა დაიწყეს სანქციების 21 პაკეტზე.
უსაფრთხოების ძალებმა კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების დახმარებით იგეგმებოდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 18 აპრილს ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა მოსკოვში, უფაში, ნოვოსიბირსკსა და იაროსლავში დააკავეს ულტრამემარჯვენე და ნეოფაშისტური იდეოლოგიის 7 მხარდამჭერი, რომლებიც უკრაინის სადაზვერვო სააგენტოება ტელეგრამის აპლიკაციის საშუალებით გადაიბირეს. ნათქვამია განცხადებაში. უწყების მტკიცებით დამნაშავეები ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტომობილის აფეთქებას გეგმავდნენ. სისხლის სამართლის საქმეები იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტს იაღიძრა. უწყების ინფორმაციით დაკავებული პირების ტერორისტული თავდასხმის მომზადებისთვის პასუხისგებაში მიცემის საკითხი წყდება. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ტისა ლიდერ პიტერ მადიარის განცხადებით ქვეყნის პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშა დაბრუნდება. ეროვნული ასამბლეის საინაუგურაციო სესიაზე უნგრეთის დროშასთან ერთად პარლამენტის ფასადზე ევროკავშირის დროშაც დაბრუნდება. დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტი პირველ სხდომას 9 მაისს გამართავს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.